პრობლემა ესა გვაქვს. აი ხვალე მაგ განსასწრელი და ვიდრგუნები ძალიან. ჯერ ერთ ეს განსასწრელი ყოველთვის ჩემი ბრალია, ეს გარდაუვალათესია, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვაშავებ. მაგრამ ეშმაკიც ხო ჩარეულია და გარდა ამისა მე ვნერვიულობ, იმიტომ რომ ღვთისნება არ ვიცი და არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი როგორ მოვიქცე, არ ვიცი რამდენად ძვირფასია შეიძლება ეს განსასწრელი ჩემთვის. ჩვენ ხო ამას ვერ ხვდებით. სხვებზე უფრო ჩანს ხოლმე, საკუთარ თავზე ძალიან ძნელად აღიქმება ეს. რომ ძვირფასია განსასწრელი ჩვენთვის, ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ღმერთის დაშვებით არის და რაც მისი დაშვებით არის, ყველაფერი ძვირფასია, მაგრამ მე ვნერვიულობ, იმიტომ რომ მისი ნება არ ვიცი და მისი ნება არ ვიცი, იმიტომ რომ სინამდვილე არ არის ჩემი სრულყოფილი, არა ვარ გარდაქმნილი გონების განახლებით, არ მომიძულებია ეს ქვეყანა. გესმით და აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან ასე ჯაჭვით არის გადაბული და ყოველ ახალ განსასწრელზე, რომელიც სულ გვაქვს და მე პირადად თქვენი არ ვიცი და მე ყოველ დღე რაღაც ახალი წარმოიშობა ხოლმე, რომელიც ძალიან მტანჯველია, ეს მტანჯავს პირველ რიგში იმიტომ, რომ მე არ ვიცი ღვთისნება და ვნერვიულობ, თორე თუ ღვთისნება განცხადებული იქნება, ჩემთვის მე აღარ ვინერვიულებ არანაირ განსასწრელზე, იმიტომ რომ უფალო, როგორც ადამიანი მაინდა-მაინც არ ნერვიულობს, როცა რაღაც ოპერაციას იკეთებს, რომელიც იცის, რომ მას განკურნავს. თუმცა ოპერაცია სასიამოვნო სულაც არ არის.